این را هم آمریکایی‌ها بدونن که اگر این دفعه جنگی را بندازن این جنگ منطقه‌ای خواهد. علی خامنه‌ای ისევ იმუქრება ირანის სულიერი ლიდერის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატების პრეზიდენტია. როგორც ჩანს, აიათოლას რეჟიმი ამერიკისგან შეიარაღებულ თავდასხმას არ გამორიცხავს. ამიტომ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ თუ ირანს თავს დაესხმება, ეს რეგიონული ომი იქნება. این را هم ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი ომს დაიწყებენ, ამჯერად ეს რეგიონული ომი გახდება. ჩვენ ომს არ ვიწევთ და რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას არ ვცდილობთ, მაგრამ ირანელი ხალხი ძლიერ დარტყმას მიაყენებს ყველას, ვინც მას თავს დაესხმება. მათ სურთ ქვეყნის დამხობა, როგორც ამას აკეთებდნენ 30 წლის განმავლობაში. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკელები ირანში იყვნენ. მათ ჰქონდათ რესურსები, მათ ჰქონდათ ნავთობი, მათი იყო პოლიტიკა და უსაფრთხოება, მათ ჰქონდათ კავშირები მსოფლიოსთან. ყველაფერი მათ ხელში იყო. 30 წლის მანძილზე აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ. ახლა მათ ხელები მოეკვეთათ, მათ ფეხლების ერაში დაბრუნება სურთ. زمان پهلوی رو მუქარას მუქარით პასუხობს დონალდ ტრამპი. მისი გადაწყვეტილებით ირანის გარშემო სპარსეთის ყურეში სამხედრო გემების რიცხვი გაიზარდა. ტრამპს ირანთან მოლაპარაკებები უნდა, თუმცა არც სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ასე იტყვის, მაგრამ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ხომალდები ყავს იქ, ძალიან ახლოს. იმედი მაქვს, შეთანხმებას მივახცევთ. შეთანხმება თუ არ შედგება, მაშინ გავიგებთ, მართალი იყო თუ არა ის. გამოცემა აქსიოსი თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შტატები ირანთან დიალოგისთვის ემზადება. მოლაპარაკებებში შუამავალი თურქეთი, კატარი და ეგვიპტეა, რომლებიც კვირის ბოლოს ანკარაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ირანის დელეგაციას შორის პირისპირ შეხვედრის მოწყობას ცდილობენ. მიუხედავად მუქარის შემცველი განცხადებებისა, ირანი მზადაა შტატებს მოელაპარაკოს. ომზე არ უღელავ, რაც მაღელვებს არის არასწორი გათვლები. ვფიქრობ, ტრამპი საკმარისად გონიერია სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. შეერთებული შტატების, როგორც მოლაპარაკებების პარტნიორის მიმართ ნდობა დავკარგეთ. ამჟამად შუამავლები, მეგობრული ქვეყნები ამ ნდობის აღდგენას ცდილობენ. ხედავ ახალი მოლაპარაკებების შესაძლებლობას, თუ ამერიკის გუნდი მიყვება იმას, რაც ტრამპმა თქვა. სამართლიანი და დაბალანსებული შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული იარაღის არარსებობას. მოდით შეუძლებელ რაღაცებზე ნუ ვისაუბრებთ და ნუ დავკარგავთ შესაძლებლობას. მივახციოთ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბირთვული იარაღის არარსებობა. როგორც ვთქვი, ის მიღწევადია, მოკლე დროშიც კი. ბირთვულ შესაძლებლობებზე ირანი უარს არ იტყვის. ამიტომ ხამენეის რეჟიმი მოლაპარაკებებზე კონკრეტული შეთავაზებით მიდის. დიალოგი ამერიკულ მხარესთან ირანის ბირთვულ პროგრამებზე წარიმართება. სანაცვლოდ ირანი ამერიკისგან სანქციების მოხსნას ითხოვს და ურანის გამდიდრებას მხოლოდ სამშვიდობო მიზნებისთვის. ტერმა იცის, რომ ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, რომ ხალხის უკან უამრავი მეთაური, ოფიცერი და ჯარისკაცი დგას, რომლებიც მზად არიან ბოლომდე უკანასკნელ მომენტამდე იბრძოლონ და დაიცვან ეს ქვეყანა. ეჭვგარეშეა, რომ დღეს ჩვენი სარაკეტო ძალა, საჰაერო თავდაცვა და ყველა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე 12 დღიან ომამდე იყო. ხამენეის რეჟიმმა უკან მას შემდეგ დაიხიარაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას ტრამპის მუქარა მოხვა. რეჟიმმა ადამიანების საჯაროდ სიკვდილით დასჯაზე უარი თქვა, თუმცა სამკვირიან საპროტესტო აქციას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. ირანიდან უმძიმესი დღების ამსახველი კადრები ამ დრომდე ვრცელდება. გადავსებული მორგი ჩაცხრილული ადამიანების ცხედრებით.